ეს არის ამერიკული მართლმსაჯულების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ფენომენალური შემთხვევა, როდესაც მთელმა ქალაქმა შეკრა პირი და ჩაიდინა კოლექტიური მკვლელობა, რომლისთვისაც არავინ დასჯილა. ეს ამბავი გვიჩვენებს, რა ხდება მაშინ, როდესაც კანონი უძლურია და ხალხი გადაწყვეტს თავად გახდეს მოსამართლეც და ჯალათიც. 1991 წლის 10 ივლისს მისურის შტატის პატარა ქალაქ სკიდმორში დღისით მზისით 46 მოწმის თვალწინ დაცხრილეს ადგილობრივი კრიმინალი კენ რექს მაკელროი. მკვლელობის შემდეგ ადგილზე მისულ პოლიციასა და FBI-ის აგენტებს ყველა მოწმემ შერიფის ჩათვლით ერთი და იგივე უთხრა: არაფერი დაგვინახავს. კენ რექს მაკელროი არ იყო უბრალოდ დამნაშავე, ის იყო ქალაქის კოშმარი. წლების განმავლობაში ის ატერორებდა სკიდმორს. მის ანგარიშზე იყო ათობით დანაშაული, საქონლის ქურდობა, სახლების გადაწვა, გაუპატიურება, თავდასხმა და იარაღის უკანონო ტარება. მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ 20-ზე მეტი საქმე იყო აღძრული, ის ციხეში არასდროს მჯდარა. მაკელროის ჰყავდა ძლიერი ადვოკატი, რიჩარდ მაკფადინი, რომელიც საქმეებს მუდმივად აჭიანურებდა, მოწმეებს აშინებდა და კლიენტს ტექნიკური მიზეზებით ათავისუფლებდა. მაკელროი იმდენად თავხედი გახდა, რომ ქალაქში იარაღით დადიოდა და ხალხს სახეში ეუბნებოდა: მე კანონზე მაღლა ვდგავარ. ბოლო წვეთი აღმოჩნდა ინციდენტი 70 წლის ბო ბოვენკამპთან, ადგილობრივი მაღაზიის მფლობელთან. მაკელროიმ მას კამათის დროს კისერში ესროლა და მძიმედ დაჭრა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო, ადვოკატმა მოახერხა მისი გირაოთი გათავისუფლება აპელაციის განხილვამდე. ქალაქი შოკში იყო. კაცი, რომელმაც მოხუცს ესროლა, ისევ თავისუფლად დადიოდა ქუჩაში და ახლა უკვე დანარჩენებსაც ემუქრებოდა. 10 ივლისის დილას მაკელროიმ დაარღვია გირაოს პირობები და იარაღით გამოჩნდა ადგილობრივ ბარში DNG თავერნში. ხალხის მოთმინება ამოიწურა. ქალაქის მცხოვრებლები შეიკრიბნენ ლეგიონის დარბაზში, სადაც შერიფმა დენ ესტესმა მათ უთხრა, რომ კანონიერი გზები ამოწურული იყო და ქალაქი დატოვა, რაც ფაქტობრივად ლინჩის წესის მწვანე შუქი იყო. კრებაზე ვიღაცამ თქვა ფრაზა, რომელიც ისტორიას დარჩა: ამ კაცს სიკვდილი სჭირდება. დაახლოებით 60-მდე კაცი დაიძრა ბარისკენ. როდესაც მაკელროი და მისი ცოლი ტრენა თავიანთ პიკაპში შევროლეთ სილვერადოში ჩასხდნენ და წასვლას აპირებდნენ, ბრბომ მანქანას ალყა შემოარტყა. სიჩუმეში გაისმა გასროლის ხმები, ისროდნენ სხვადასხვა კალიბრის იარაღიდან. მაკელროის რამდენიმე ტყვია მოხვდა თავში და კისერში. ის ადგილზე გარდაიცვალა. მისი ცოლი, ტრენა, რომელიც გვერდით ეჯდა, არ დაშავებულა, თუმცა ის შეძრწუნებული ყვიროდა. გამოძიება მაშინვე ჩიხში შევიდა. როდესაც პოლიციამ დაკითხვა დაიწყო, მოხდა ის, რასაც სკიდმორის დუმილს ეძახიან. 46 ადამიანი, რომელიც მანქანის გარშემო იდგა, ამტკიცებდა, რომ იმ მომენტში ან სიგარეტს უკიდებდა, ან სხვა მხარეს იყურებოდა, ან მზემ თვალი მოჭრა. მსროლელი არავის დაუნახავს. FBI-მ ჩაატარა მასშტაბური გამოძიება, შეიქმნა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, მაგრამ მტკიცებულებების არარსებობის გამო ბრალი ვერავის წაუყენეს. მაკელროის ცულმა ტრენამ მოგვიანებით სამოქალაქო სარჩელი შეიტანა და ქალაქს კომპენსაცია გადაახდებინა, მაგრამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ მიცემულა. კენ რექს მაკელროი გახდა სიმბოლო იმისა, რომ როდესაც სისტემა ვერ იცავს მოქალაქეს, მოქალაქე თავად ხდება კანონი. სკიდმორში დღემდე 40 წლის შემდეგაც კი ამ თემაზე ლაპარაკი არ უყვართ და მკვლელის ვინაობა, რომელიც სავარაუდოდ მთელმა ქალაქმა იცის, ოფიციალურად ისე უცნობია.